სულიერება რას ნიშნავს? მარტო ცოდნას ხომ არ ნიშნავს. კარგით, ეს ცოდნა მივიღეთ აგერ თეორიულად თქვათ, მაგრამ ამ ცოდნით შენ სულიერი კი არ გახდი. სულიერი მაშინ გახდები, თუ იმ ცოდნას საქმეში ასახა. პრაქტიკაში გამოხატავ ამას. თუ შესაბამისი სულიერი განწყობილებებიც გექნება. არა მარტო გონისმიერი და რაციონალური, რომ მოდი მე ადამიანებს ახლა ისე მოვეპყრობი, რომ ყველა სარგებელი მივანიჭო. კი ბატონო. მაგრამ შესაბამისი განწყობილება სულიერი ხო უნდა მოყვებოდეს ამაში. ერთია რომ ვფიქრობ, რომ მოდი მე ადამიანს სარგებელს მივანიჭებ, მაგრამ მეორე არის, რომ ის ადამიანი უხეშად გექცევა და უცბად ბრაზდები. ესე იგი მორჩა, დაგეკარგა საზრისი. სადაც ემოცია არის, იქ იკარგება გონიერება. ესე იგი ემოციის კონტროლიც გინდა. და ემოცია როგორ უნდა ვაკონტროლოთ? თუ არა მადლისმიერად, სულიერად და ქრისტესთან ერთობით.